საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წოლუკიანმა 19 ნოტარიუსი დააჯილდობა. ნოტარიუსებს, ვინც აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში სანოტარო მომსახურებას, იუსტიციის მინისტრის სპეციალური ჯილდო, ბრენდირებული მედალიონები გადაეცათ. თეა წოლუკიანის მიერ ნოტარიუსთა დაჯილდოების ტრადიცია 2014 წელს ნოტარიუსთა პალატის ახალი ბრენდის პრეზენტაციაზე დაიწყო. ღონისძიების ბოლოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსთა პალატის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშიც წარადგინა. საჯარო სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი თანამედროვე სახელმწიფოში, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება. ეს ხალხი სწორედ ამ პრინციპის განხორციელებაში ჩემთან ერთად მონაწილეობს და მათ საჯაროდ ეკუთვნით მადლობა. ნოტარიუსთა პალატა და იუსტიციის სამინისტრო უკვე მეორე წელიწადია ამ ღონისძიებას როგორც ტრადიციას აღნიშნავს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნოტარიუსები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში მუშაობენ, რომლებმაც არ მიატოვეს რეგიონი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი იმისათვის, რომ სანიტარო სერვისები ყველგან იყოს ხელმისაწვდომი, მათ მადლობა გადაუხადოს იმ სუვენირებისა და მცირედი საჩუქრის სახით, რომელიც მათ დღეს როგორც სიმბოლო ლოგო გადაეცათ.